დღეს მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთ-ერთი თანდალოელი, პატრიოტული კაცი, გემრიელი კაცი, შრომელი ადამიანი, ჯემალი არძენაძე. მივალთ ახლა რესტუმრებით ბატონ ჯემალ არძენაძეს და გავესაუბრებით და გამოგვივა პატარა სიუჟეტი. ჯემალბიძია! ჯემალბიძია! აგერ ყოფილა ბატონი ჯემალი. გამარჯობა ჯემალბიძია. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით, მოდით ჩამოგართვათ ხელი მოგ. ერთ კარგად თქვენ თავად როგორ გიგითხოთ. არა მიშავს, ბატონო ჯემალბიძია. მოგზად? კი, მოვედი რა თქმა უნდა და ალბათ იცით რა ჩემი მიზეზი, თუ რატომ მოვედი და რატომ გესტუმრეთ თქვენ. თქვენისგან ასაკოვან ადამიანებს ასე პატივს ვცემ. ვუღებ სასიამოვნო. ვიღებ პატარა სიუჟეტებს ვაკეთებ ძებ სოციალურ ქსელში და მე ვაქვეყნებ და რა ვიცი. კი. ერთადერთი თქვენ ხართ ახლა და კი. ნახოთ როგორ გამოგვივა პატარა ინტერვიუ. კარგით მაშინ. ისე რა არის იცი ბატონო ჯემალბიძია? გარეთ უფრო კარგი ამინდია და მოდი გარეთ ჩამოვსდეთ და იქ გავესაუბროთ. კაი ბატონო. და ვისაუბროთ. კარგით. ბატონო ჯემალბიძია. წავან გითხარით და ახლა კიდე გიმეორებთ რომ მე ყველა ასაკოვანს ასე ჩემს სოფლელებს ვუღებ სოციალურ ქსელში ვდებ და ასე ეფერებიან ერთი მეორეს. ჩემი ყოველთვის ტრადიციული შეკითხვა ესეთია. რამდენი წლის ბრძანდებით? ხო. 80-ში ვარ შესულ. 80 სახად უკვე შესული. ძალიან კარგით. 80 წლის არ ბრძანდები მე ერთ-იგივე შეკითხვას უსვამ ყველა ასაკოვან ადამიანს. უნდა მოგვიყვეთ დღევანდელ დღემდე დაწყებული თქვენი ბავშვობიდან დღევანდელ დღემდე პატარა ისტორია ისიც რომ გადავავლოთ თვალი მართლა წამიერია ეს ცხოვრება და ასე წამიერად და წუთიერად რომ მოგვიყვე შენი ცხოვრების სად დაიბადეთ, რამდენი დედმამიშვილი იყავით, თქვათ რა ბავშვობა გქონდათ, როგორ იყავით? 45 წელში დავიბადე. ძალიან პირველი დროები იყო. ობი ახლად დამთავრებული. და ყველაფერი საერთობასთან იქირდა. ბავშვობა ახლა დიდი სახარბიელოთ და დიდი ხალოთი იმ დროისათვის არავის გაუტარა. იმ დროისათვის ყველა მასე იყო. ყველა საერთობასთან არ გაუტარდა, მაგრამ შობლების აბაგი ტაბიტივით ასე გავიტანე. და დაწყებითი სკოლა სოფელ დადალოს ვლაცლიანის სკოლაში ვიყავ. ვლაცლიანის სკოლის დამთავრების მერე მოგიასწავლების საშუალო სკოლაში გადავედი. და იქ დავამთავრე საშუალო სკოლა. ამ ხნის განმავლობაში მოვიდა ჯარის დრო. ჯარი მოვიხადე ჩინდი. Krasnoyarski kraj, stancija Vysoki, 36-4. როგორ დაგმახსოვრებიათ? ამის მოხდის მერე დავამთავრე როდოგრუსი, დავამთავრე სავაჭრო ტექნიკუმი. სავაჭრო ტექნიკუმის დამთავრების მერე 8 წელი ვიმსახურე ის სოფელ დანდალოს ცენტრალურ მაღაზიაში. ამის დამთავრების მერე 10 წელი ვიმუშავე კურორტ აბასთუმანში. აბასთუმანში? ოჩა, თქვენ საიდან მოხდით იქ? აბასთუმანში 10 წელი ვიმუშავე აბასთუმანში. ეკიდან დაბრუნების, აბასთუმანიდან დაბრუნების შემდეგ დავოჯახდი. ეუღლეს ფულოდა და გავიცანეთ ხომავლობით. ნათესავით ხომავლობით. მერე დავიწყეთ მეოლო სოფელში. ყველაფერს ვაწარმოებდით. მერე პენსიის დრო მოვივიდა, პენსიაში გავედი. მოდის ასე. და დღევანდელ დღემდე პენსიონერი ბრძანდებით და რაც შეგიძლიათ მუშაობთ და კი, ოჯახში სამუშაობს და
უკმაყოფილო ან ჩემი პრობლემები არ ვარ. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ახლა აი მაგალითად დღევანდელი ახალგაზრდობა რომ არის, დღევანდელი ბავშვობა რომ არის. დღევანდელი ბავშვები სხვა სხვა რაღაცებს აკეთებენ თამაშობენ. აი თქვენი ბავშვობა როგორი ბავშვობა? გაიხსენე უფრო ასაკოვან ხალხს ძველი უფრო ახსოვს ვიდრე ახალი და აი ახლა ჩვენი ბავშვობა როგორი? დიდები თუ საწყოს საუბრობდნენ ის ვერ გავჩერდებოდით. სირცხვილი. ეს მუსლიმანი ხალხი, გროსნი ხალხი რასაც ლაპარაკობენ საქმეს ყვეტენ და მიხვიდა და ამოვიდა ეს აკრძალული იყო ჩვენი ირით და კი ბატონო ჩვენი მიხდენი ჩვენი ფილობით და იქ ჩვენ არ გავჩერდებოდით. თუ რაღაცას დაგვიძახებდე ან ეს მინდა ან ის მინდა შეგვეძლო უსრულებდით ან დავეხმარებოდით. რას თამაშობდით რა თამაშები გქონდათ? მასი თამაშები ძალიან მეწეს. ბურთი და ბურთი იყო საერთოდ? მაშინ ბურთი იყო, სკოლებში ბურთი იყო. კი იყო, მაგრამ დაჟე ჩემ ბავშვობაშიც არ ქონდა ესეთი ბურთი, ქაღალდებით ვაკეთებდით და თქვენ დროს არა, სკოლაში მოგიყავით ბურთი. ბურთი თამაშობდით სკოლაში და მე რომ ვიყავ სკოლაში ბურთი იყო და თქვენს მე ბურთი რა ვარა რომ კი ბატონო, ახლა გადავიდეთ ახალგაზრდობას. დაამთავრეთ რა საბუღალტრო თუ რა თქვით სავაჭრო ტექნიკუმი. აი ის ახალგაზრდობა იყო, შენი ყველაზე ოქროს ხანა. აი ეს ამას როგორ გაიხსენებდი? შენი ახალგაზრდობას. ახლა რო დავამთავრეთ სავაჭრო ტექნიკუმი, ახლა განხინებული არ იყო. თავისთავად საერთო მასშტაბის ჭირდა. მაგრამ დრო, შენი ასაკი იყო ძალიან ოქროს ასაკი. ოქროსი, მაგრამ ეკონომიკა გადიციდა ხალხი. საერთო მასშტაბით სახელმწიფოს მიმართულებით. კი ბატონო. მე რომ უფრო სახელმწიფოს გაგვიერთდა თავად გაწვიდა ყველაფრის სასწავლება და ყველაფრის არის ეს უკვე მე იყო ეს დროები. ახლა გადავიდეთ უკვე დაოჯახების ამბავზე. წაღან კი ზოგადად მოყევით ეს ამბავი, მაგრამ ახლა დაოჯახებაზე გადავიდეთ. დაოჯახდი და 16 წელს. 36. ასეთო დაიგვიანეთ? რატომ დაიგვიანეთ? ამ პრობლემა ხანი ყოფნა. ადრე სხვათაშორის არ იცოდნენ თქვენი პერიოდის დროს უფრო ადრე ასაკოვანს მე ასე დავეჯახდი 36 წელს. 36 წელს. და მეუღლე მოიყვანეთ ხულოდან? მე ვიყვანი გარიგებით შრომავლობით. კი, მაგრამ ხულომდე ვერ მიაგენით ვერავინ? ხულოს შეგმივაკეთეთ. და შინავრები ოჯახისთვის ნათესავები ყველა იქ იყო და მათი შრომავლებით. ნათესაობა ყავდა იქ და იქიდან შრომავლობით გააკეთეთ ხორცილით ყველაფერი? თუ ყველაფერი იოლი რუსუმით რო ვთქვა. ძალიან კარგი. რამდენი დედმამიშვილი იყავით თქვენ? ჩვენ ვიყავით 9 დედმამიშვილი. ეს მოგვიყევი ხა 9 დედმამიშვილი რომ იზდებოდით ოჯახში. ეს პერიოდი მოყევით თქვენი მშობლების ერთად. 9 დედმამიშვილები რომ ვიზდებოდი. ახლა რო ვთქვა, იმის არ იყო სპურიდეის არ დაკლებია. დედა, მამა ძალიან შრომელი ყავდა. ძალიან შრომელი. სულ ჟურნალზე სული იყო, მაგრამ ახლა რომ მეფიქრება აქ და ახლა რომ ვიზდებიან, ეს არ იყო. ეს არ იყო. ხოდა 9 დედმამიშვილი რომ იზდებოდით ერთად, ის პერიოდი აღწერე რა ის იყო, რა სიამოვნება იყო, როგორი? ძალიან დიდი სიამოვნება, ძალიან დიდი ხალისი რომ შეუბრალოდ რომ დათხოვდნენ, რომ იგიქნეს, რომ გვესტუმრებოდა, თან მithon შეგვიმატებოდა, ძალიან სხვანაირი ხასიათი შეარულება, კარგი ხასიათი იყო. მე ამ დედმამიშვილებმა დათხოვდნენ ესა იქიდან შეგვემატენ. ბავშვები ისინი ძალიან კაი და ძალიან სასიამოვნო. ეს პერიოდი მინდა გაიხსენოთ და ძალიან კაი და ძალიან სასიამოვნო. ძალიან კარგი. რამდენი შვილი გყავთ თქვენ ახლა? მე მყავს 3 ვაჟი. 3 ვაჟიშვილი. დაქორწინებულები არიან ყველა? ერთია დაქორწინებული, ამ 3-ში შვანაა დაქორწინებული. უფროსი თბილისია დაქორწინებული არ არის და ეს სახია დაქორწინებული. თქვენ მოგბაძეს ალბათ რომ მე უნდა დაქორწინեմ ცოტა ასაკში, ხო? გენეტიკურად ალბათ 36-ზე დაქორწინებული ხართ თქვენ და ალბათ თქვენი შვილებიც საკმაოდ არიან. არ მომგვაძებია რომ მათ დაქორწინდა, იმან დაქორწინდა 21 წელს.
შვილები, შვილები? შვილები მეათე კლასი გოგო, მერვე კლასი ვაჟი. ეს ორი შვილი ხავს. შვილ და შვილი არ ხავთ. ღმერთმა მოგცეთ. უახლოს პერიოდში და დააქორწინოთ და რა ვიცი. ბედნიერება მოგასწრათ მათი. ეს უფროსმა უმაღლესი დაამთავრა, ახლა თბილისში მუშაობს. სად მუშაობს თბილისში? სად მუშაობს? მე ქვისლი მყავს. დელი? და ამას გახსნილი აქვს ინტერნეტი ბავშვების. ინტერნეტი კი რა მაგარი. კი, ვიცი მაგას ვითხე დაამთავრეს სიტყვას უმაღლესია. კაი რეჟიმის და იყოს ყველაფერი და იქ ეს მუშაობს ჩემი სლავ ხოზარი. ძალიან კარგი. მარაგებელი ყველანაირად. ეს უფროსი შვილი. სულ უფროსი. რომელიც ჯერ დაქორწინებული არ არის. არა. შვათანა ბიჭი? შვათანა ბიჭი ბათუმშია. და მშენებლობებზე მუშაობს. პატარა ბიჭი ოჯახში ყავს. პატარა ოჯახში. ორი დიპლომი აქვს. აჰა. დადებული არის, მაგრამ მამას თოცხალია, მამიკო არება და ნახოთ როდენი. ბატონო ჯემალბიძია. მე ვიცი თქვენ ხართ ამ სოფლის რელიგიური მსახური, რომელიც ასე ითვლება ხოჯად და ემსახურებით სოფელს და ყველა იმას რიტუალებს აკეთებთ. ამის შესახებითაც რომ გითხრათ ორიოდე. რაც შეგვიძლია. რამდენი წელიწადი ახლა ვეღარ გეტყვით ზუსტად რამდენი წელია ხარავლის ჯამის იმამი. იმამ ბრძანდებით ხარავლის ჯამის. ჯამის იმამი. ღმერთმა ყველაფერი ყაბული და ყველაფერი ლამაზად მოგვდის. პარასკევი დღე ჩვეულებრივად ხოლმე ჯუბას დღეს ვძახით. კი ბატონო. მათ არის ცნობილი და დავდივართ და რიტუალებსა და ყველა იმ წესებს ვასრულებთ რაც საკიო და იქ მე პიროვნება ერთი არა ვარ, მე რომ ვარ სოფელში მოხუცი ხალხი ისინი მსურველები მოდიან ჯამეში. ძალიან კარგი. მასაც თავისუფლად ჯუმა ქვია და ამ ჯუმასაც ვილოთავს და დავიშლები მე ვინმე თუ გარდაიცვალა და ისო მსახურები. ძალიან კარგია, ძალიან, იმიტომ რომ არიან სოფლები, რომელიც ასეთი ხალხი აღარაა შემორჩენილი და საკმაოდ დანდალოში ესეთი ხაავლაში ვარ მე. ძალიან კარგი. კაიხანია რამდენი წელიწადი ახლა ზუსტ ვერ იტყვი, მაგრამ 2-3 არა, დიდი ხარ. სხვა კიდე რას გვეტყვით, რისი თქმა გინდა? რას გვეტყვი კიდევ? სოფელზე რას იტყვი? სოფლის მდგომარეობაზე, რომელიც სოფელი მდგომარეობაზე მე რომ ჩემი ბავშვობა მახსენდება, ჩემი ის პირობები რომ მახსენდება, მე ერთეულისა კი არა, საერთოდ ის დრო ყველას ერთნაირი პირო მახსენდება, დღეს სოფელი იმასთან შედარებით სუფერია. კი ბატონო. მაღალ დონეზე. ყველაფრის საშუალება არის. სულ ყველაფრის სწავლის საშუალებაც არის. ოჯახის კარგი ცხოვრების საშუალებაც არის. საჭმელი ახლა იმის და იყოს სულ ყველა სახახლა და ჭირული გამი არ არის. მაშინჯერ პირობებზე ეს არ შეიძლება. კეთახმებით. უმაღლეს დონეზე. კეთახმებით ჯემალბიძია, მაგრამ მე სხვა ამას გეუბნები. ახლა განათება არის, ასფალტიც არის, ყველანაირი რაღაც ის ინფრასტრუქტურა შეიქმნა სოფელში, მაგრამ ახალგაზრდა ვერ ჩერდება სოფელში. ახალგაზრდას რა იცი, ეს ახლა ამათ მოვიდე, დროის დარება უნდებიან. ეკაც სამსახური უნდებიან. არა, დროის დარებაზეც არ არის, იმიტომ რომ ახალგაზრდა ადამიანი მაგ შემოსავალი ვერ ნახა, ოჯახი ვერ არჩინა. ოჯახი აქ ადამიანმა რო თქვა ოჯახი ვერ არჩინო, მაი არჩინო. შეიძლება ოჯახი არჩინო, მაგრამ ფულის შემოსავალი არ ქონდეს არ არის. რომე ფულის შემოსავალი, ესაფონეობასაც აქვს, მეურნეობასაც აქვს. ორი ფულის შემოსავალი ყველაც. თუ იმუშავე, თუ ვაკე. ახლა ხო ხედავ, უფერი პირობები აქვს, რომ ხალხი განასაცარდეს. აი კოლექტივობის დრო ხომ ამაზად გახსოვთ, როგორ მოიხსენიებ მაგ დროს? კოლექტივობის როგორ მოიხსენიებ, იცი? ახლა არც თუნდაც ვიტყვი და არც დიდი დავშინება იყო. ეკონომიურად რომ მომიდა მთავრობური პოზა რომ შეირდა, ამ კოლონიობასაც გეგმები იყო თუ რაც ხაიყო რომ მჭირდა. მე ამ კოლონიობაში
ძალიან იყენებდნენ ახალგაზრდობას. მუშაობაში, დამუშავებაში, თამბაქო იყო, ყანა იყო, რაცა იყო. ახლა მე ამას საწყლად არ გებნები, რომ მაგ იყოს, მაგრამ ორ წელს გუგაშვილებს ვსწავლობდი მას. ორ წელს სკოლის მოსწავლეს მაჯბებიეს თავზე 14 გამწევი ზაღა. ორ წელს იგი ამ პირობები სკოლები იყო ნონობას ეხმარებოდნენ, გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდნენ, რომ პირობები ქონდნენ იმპერიუმ ვერ ასწრებდნენ დამუშავებას. შეეძლო, არ შეეძლო, ამბაქოს გეგმა ჰქონდა. ყველა ოჯახს და ეს რაც შეეცვლია. ახლა რომ ახალგაზრდობა არის, ახლა მე ახალგაზრდობას დავხინებდი და ის ჩვენზე არის. მაშინ ასე გეტყვი კიდევ, დღევანდელ ახალგაზრდობაზე რა წარმოდგენა გაქვს? დღევანდელ ახალგაზრდობაზე რა წარმოდგენა მაქვს? ძალიან გლახა. რატომ იცი? ახლა სწორედ ხარჯო. თემბელი სიტყვა იცი. ვიცი რა ნიშნავს? აცო მიახლოებით. ხო, არ უნდია საქმე. ეხლა არა, თათმას საქმე ახლა. რომ გარეთ გახდეს საქმეა უარაგები. მე გასულები არიან, ყველა ახალგაზრდა წასულებია სოფლიდან და მუშაობენ. არიან და მუშაობენ. ო, ამწრებს მუშაობენ და ინცხავს რომ ახლა უჭირდეს რომ არავის ასეთუები მისასწრებელი არ არის. ახლა ყველაფერს საშუალება და ყველა პირობები აქვს. თუ 80 წლის კაცი ბრძანდებით ახლა და რა საქმიანობას ეწევი ახლა შენ რა თვითონ ფიზიკურად ოჯახში? ამ საქმეს ვიცი. ოჯახზე ჯამეში დავდივარ და იმ მოვალეობას ვასრულებ. ოჯახი საყოლიებელი ყავს და საკარმი დამოგვაქვს და ისოვრ და საყოლიებელს ვარებით და ეს არის ჩო. ესე იგი ფიზიკურად ყოლაბად ხნეთ ხარ, ძლიერად ხარ, ღმერთმა ძლიერად გაყოფროს კიდევ ესეთი დიდხანს და დიდხანს. ხო ჩახტყენ. რაც შემიძლია თუკის საქმე. აჰა. ახლა ასეთ შეკითხვას დაგისვა. შენ ცხოვრებაში გინდა ახალგაზრდობიდან, გინდა ბავშვობიდან, გინდა ახლა დღევანდელ ასაკამდე რა გქონია ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დრო და ან პერიოდი ან დღე? არ აქვს მნიშვნელობა. შენთვის ცხოვრებაში რომელი პერიოდი, რომელიც გახსენდება ისე რომ სასიყვარულო გახსენდება და გახსენდება სასიყვარულო და ის დრო. დარხინებით მიძღებში არ ვეცი, მაგრამ დრო შვილები რომ შეგეძინენ კი ბატონო. სასწრაფო უკეთესი. გეთახმები, ხამდვირები. არის ჩემთვის ეს და კიდევ რა დრო და რა პერიოდი გახსენდებათ ასეთი მნიშვნელოვანი? შვილები შეგეძინენ ეს არის. დანარჩენი ახლა მე არც წესრიგს არ ვიმდიდრე. ყველანაირად გაიგო. დღესდღეობით ძალიან გაიგო. კი ბატონო. ვისაც გვაქვს ახლა თქვა თუ არა, ჩვენ თქვას ვერ ვუხდით. გეთახმებით. ახლა რაფერი დროა იცი? მაშინ კაცი რო გებდოდა და კოლონობაში უშევდა იმუშავდა წლებულოს დაკამდებოდა. დებიტორია. დავალიანებაში კოლონობა. და მაინც ერა მოსავალები. ახლა სანაგახვიდე გინდა საგზაო, გინდა რაც და გინდა რაც არა. ოღონდ რაც გინდა ის სამწუხაროა ხო ხელა. და საშუალება იმასთან შედარებით უკეთესია. რომ ხალხს არ აქ სახლები რაფერი იყო იცი? ძველებური სახლები ისა გაჭირვებული 1-2 ახლა ყველას კარგი სახლები ხონდება და ყველანაირად კარგა. ყველა და ახლა კაცმა თქვა ვიდეოს რომ ნამდვილად არ არის მიზა შექმნა. გეთახმებით. არ არის გაჭირვებული. რა ჩვენ სოფლიოში ვარ ესეთი. თუ გაინძრა ადამიანი ცხოვრების საშუალება ყველაფერი არის. როგორ დავიბრუნოთ ეს ახალგაზრდობა, როგორ დავაბრუნოთ ამ სოფელში? ეთი ვითხარია რაღაც თქვენი აზრი. ახალგაზრდობა სოფელში დაბრუნების სახითაც არის. რომ ძალიან ოჯახია და მუშაობენ და ოჯახს არჩენენ. რომ ძალიან და მუშაობენ ოჯახი მიტებული აქვს ოჯახი ხო არის, ხო ჭირდება. ბავშვები არიან, მოხუცები არიან, ამათ მოვლა ჭირდება, ამათ ის ჭირდება. რომ ძალიან და მუშაობენ ეს გასული გარეთ არ არის, არჩენენ ოჯახებს. გულიან ბავშვებს არჩენენ ოჯახებს და კარგად არიან და სხვას არ შეყურებენ. ასეთ შეკითხვას დაგისვა მაშინ. 80 წლისა ხართ და მართლაც ასე განვლიათ ეს ცხოვრება შრომაში და მართლაც ესე პატიოსთან და გემრიელად განვლიათ ეს ცხოვრება.
რა დაგჭა გასაკეთებელი? ა? შენ რამე გასაკეთებელი დაგჭა კიდე რომ გინდოდეს რომ გააკეთო? ახლა დაქორწინება ვიქნებ. კი ბატონო, ერთ-ერთი მაგიც. ერთ-ერთი პრობლემაა. შენ თვითონ რა დაგჭა? შენ მაშინ ასეთ შეკითხვას დაგისვამ. ჯევარბიძია. დრო დავაბრუნოთ უკან და ხარ 20 წლის. ახლა 20 წლისა რომ იყოთ. აი რას გააკეთებდი? დღევანდელი გადასახადი და რას გააკეთებდი? რომ დაბრუნდები და 20 წელს იყოს რომანდელი გადასახადი რას გავაკეთებდი ჩვენ. დროზე დაქორწინებ. ესე და შევეცდები იმას, რომ ამ შვილების მისვენ აქაც კონდეს და ბათუმის კონდეს. ქალაქი. ორი. ქალაქი აქ კონჩუნდი. ერთი თბილისში ერთი ბათუმი. კიდევ რას გააკეთებდი ახლა შენი ახალგაზრდული ენერგიით? როგორ დაიწყებდი ცხოვრებას ახლა დღე 20 წლისა რომ იყო ახლა რას გააკეთებდი? პერიოდ იმ პირობებსაც შეხედავდი. დღევანდელი პირობებით შევხედოთ და ხარ 20 წლის. დღევანდელი ახლა რომ იყოს რაფერს ახლა ყველანაირად მუშაობ ვაკეთებ, ამაზე მეტი ნანა გააკეთო. სწორი. აქ ახალი რა არის ხო სოფელი? არა, მე რა არის იცი? რომ ახლა ბევრს გვითქმია და ბევრჯერ გვითქმია რომ ახლა ახალგაზრდა ვიყო, ვიცი ახლა რაღაც განვლილი როცა გაქვს. ბევრი შეცდომა გაქვს დაშვებული, ბევრი რაღაცა გაქვს. უკვე ჭკვიანურად მიუდგებოდი საქმეს და მაგიტომ ამბობ. მე რასაც გააკეთე რა, ეს არის უკმაყოფილოა. ჭკვიანურად ახალგაზრდა მოხუცი უკვე მეტი თქვა. მოხუცი თქვა უკვე და მერები. ჯემალბიძია. მაშინ ასე მივიყვანოთ ფინიშისკენ. მე ჩაწერილი მყავს ჩვენი სოფლის ყველა ასე გამოჩენილია 2-3 უმეზაც ბოლოს ჩავწერ. ყველა ასაკოვანი ადამიანები, ზოგი 80-ისა, ზოგი 84, ზოგი 83, ზოგი 90, ზოგი 94-ის. და ყველა მე მგონი ზოგი ნანახი გექნება ჩემს სიუჟეტები გექნება, ნანახი ზოგი არ გექნება, მაგრამ აი ამ ასეთ ადამიანებს შენი ისთანა ასაკოვან ადამიანებს რას უსურვებდი? რას უსურვებდი იცი? ადამიანი სიცოცხლეს სულ უსურვებს ყველა. იცოცხლე. იმას სულ მოესწრებია. და რა ფერიცე რომ იტყანომე კაი მოხუცებულობა საწვალებელი არა, სხვის და შემყური არა. ეხლა და იმპერია უსურვებდი ამასთან და კარგ შვილებსა და კარგ ოჯახებთან ამ მოხუცებულობის ხანაში რომ მოაწიენ, აი კარგად იყო. გეთახმები. ახლა იმან კანაანა მოთხაროს და ხერხი აინაწილზესანა. მისურვებს დამთელობას და კარგად ყოფნა. ჯემალბიძია, მეც ასე ტიპირობას უდებ ყველა ჩემს რესპონდენტს. 20 წელი მალე გავა, დრო მალე ძალიან მალე გადის. ძალიან ძალიან. ხო და 20 წლის მერე კიდე გამოვიარ მე და ასეთი სიუჟეტი კიდე ჩავწეროთ. თუ მივაწვი. მივაწევთ. ჩვენ გვერდით ყველაფერი ასე იქნება და მოდი რა ვიცი ეს სიუჟეტები დარჩება და კიდე 20 წლის მერე რომ ახალად გადმოახლებთ, ეს იქნება ყველაზე კარგი და ყველაზე მნიშვნელოვანი. რა ვიცი. ჩემი ბიძა იყო ასეთ მოკაკუნა და რაფერი უბედურებანა. კი ბატონო. ასეთ მოკაკუნა კაცო და რაფერი ბიციმისაში. ახლა ღმერთისდება ყველაფერი და მივიყვანოთ ფინიშისკენ და მე ჯემალბიძია მისურვებია თქვენთვის. ახლა ჯანმრთელობა ხო? ესეც ნაგითხრა. თქვი, რამე თუ თქმა გინდა, მითხარი უკვე ფინიშისკენ მივდივარ და რამის თქმა თუ ბორისი. კაი დიდი ვარ, ბასტი ბაღანა ხომ არ აგერ ახლა იყო. მე დამყავს სოფელს მორისი. ახლა იქ მუშაობენ, საქმე კაი და კლიტილი იყო და ბათუმარია. ახლა რომ ეხნათეს ამოვლენ დაცეთო ყველაფერს წავლენ, იმიტომ რომ ძალი ბათუმში მუშაობს, ბიჭი ბათუმში მუშაობს. უმაღლესი ბაღრების სწავლები ძალიან მაგიტომ თქვი რომ სოფელი იცლება და წასულები არიან ამეთ. მე ოჯახი ახლა ერთი ბაღათო ჩემი და ხო ვერ იქნება სოფლისა. კი ბატონო. და აქ მათი ბიძაშვილი ყავდა. ბიძა ანანიძე სულეიმანი. მაგას ყავდა მეტყევე შვილი, იოანა ანანიძე ალია. ესე. ხო და ეს თუმრენ. ამ ალიასთან გულმასკინძე თოთო ეიშალა ყურბანი დამე ერთი მეორე და ხომა და ის ყავს რა თქვია ამ ალიას მამაც ყავს ბაბუაც ყავს და დედას ფოტოსტურისთან ბარაბიჯები და ყავდა
მე მეძინე რომ ახლა და შეშურა იმათი და ეს ხარ და აბსოლუტურად ვინო შემოელიე დევდა აბსოლუტურმა ხაცხანო მაქვარ ტურე და ვინონა შემოვიდა რომ დევდა და ეს დააგვიანა გაშია და ხოლმე დევდა მივდე მიზავდე ნახეს რომ ტურში ჩავწვა რომ ვინო დაწოდებული ყო და რომ შეიწია სუქანი გაწიყო და ვეღარა მოხდა და ვეღარა და რომ დიეტიდან და მოადრეს ერთი ხმათ ამოისოცხა და თან დაამთავრა გასვენება რომ იყო მამამისი 100 წელი ჩასრულებული მამამისი რომ იყო შერიფა დედეს უძახი ეიდა იქ იმას ჩობოდა მაი გევდოდა გამოვიდოდა ხალხი გასვენებაში მიდის ერთი მეორე მეორე და შუქურს იდება ეს შერიფა დედი ახლა თათი იმ მუსლიმანური და იარებს იარებს ხელი სახელი შეიძლება ახლა და შერიფა დედი დადებულა და მითხა შეეკითხა და ისონ დე ეფენგი ან გურა ამის პატული რა შუქურიჯები ჰეი და იქ სხვანაირად უთხრა საკონელს მე აკუთნა მათი თავისო რა შუქურიჯებიო და ამის უმრიო ამდენი ყოფილა სიცოცხლე რომ ადამიანი იბადებაო იმასო მოძებს გამდეინა იქოს და სხვისი ხელიდან რომ არ მკივს თავისით რომ გარდაიცვალა დეიგე წერით რა ფიქრი რომ ხელა არის აბა რომ სხვისი ხელიდან არ მკივსო და ღმერთიდან იქნა ესეო მე ამის შუქურს ეს იმაზე მოყოლდა რომ მე რომ გითხარით ახლა რომ 120 წლის მერე 100 წლის ამ შესრულდებით კიდევ ინტერვიუ თქვათ მეთქი ამას მოყოლდა ეს ისტორიაც ხო მე ასე მაგალითად ასე ვაკეთე ჩვენი კოკი ჩემ ბიძაშვილები ჩემი ბიძაი ნურმიშხანი რომ იყო კომიტი ბაბას მიშვილი იყო მეგე ბაკატა ჩემთან აკა ჩემდენი ვინმეს არ ვკითხე რა არის მე რა არის ბაბაი სადრე მოკდა ჩემი ძმა სადრე მოკდა იქა ბიძაი 60 წლის მოკდა ნურმიშხანი ადრე მოკდა თქვენ კიდე იცოცხლეთ 100 წელი მეთქი გითხარით და დავამთავროთ მაშინ ჯემალბიძია დღევანდელი სიუჟეტი და 100 წლის მერე გავაგრძელოთ მაი ყველაფერი მე ვილაპარაკოთ ყველაფერი მე კაი ბუქს კაი მე კარგად ზამდებოდეთ ხარ